ხატრული რესტავრაცია და შენ მეგობრები ხა თამონად მე მეგობრებს დიდი სამეგობროებია და შაყიროთ თორმე რაღაც ფარდაჟალუზი მაგათაც კეთილები ეს ერთი მხარე არის მაგრამ თამონა აი ეს ხატრული რესტავრაციები სულ რაღაცა იმერთან ასოცირდება ჩემთვის აი მიგ ჯაგერსა ესენი რაღაც ბაიკები რა ბრილიანტი ქონდა შეხული მართლა არსებობს ესეთი რაღაცები არსებობს მემყოლია პაციენტები რომელთაც ჩაუსვამთ ბრილიანტი ნამდვილი მე სამისა ეს არის ყაისები ანუ კბილის აქსესუარები ასე ვთქვათ რომელიც ძირითადად ისმება მეორე კბილის ბრილიანტი არა ეს არის გავიგებდე გაჭირები დროს ამოიღებ რაღაცა ეს კარატე არ ვიცი რამდენია მართალი გითხრათ მაგრამ ნუ აქვს ადამიანებს მოწმეს ჩემს ასისტენტსაც კი აქვს ანუ რუსი ნუ ხო არის ეს არის ისე როგორც საყურე უკეთია იცით ეხლა უკვე არის სპეციალური ანუ ნამდვილი ბრილიანტის შემთხვევაში მაშინ ეს 10 წლის ისტორიას გიყვებით მე როდესაც წავიდა ოქროს ბირჟაზე ეს პაციენტი ოღონ მართლა იყიდა ბრილიანტი მოიტანა და მე კონსასციო ის იყო რომ ეს ბრილიანტი იმას სპეციალური გამჭერი კირდება არა რაღაცა და ის გაგვივა ну ამ შემთხვევაში ბრილიანტის შემთხვევაში კონსურობა აქვს ბრილიანტი და უნდა გაიბურღოს წმინდა დღესდღეობით არსებობს სპეციალური სკაისები სპეციალური თვლები რომლებიც უბრალოდ ეწებება ოქროსკული ახსება საერთოდ რა არის ხოლმე ოქროსკულები შეხოთაშორის ბედარად წარსულშაბანდეს მეთოდია მაგრამ არის ისეთი მომენტები როცა არადასრულ ასაკში როცა კბილს არ უნდა პრეპარირება ან უნდა დათხელდეს მოზარდია უკანაკბილი არ ჩანს მაგ შემთხვევაში დღესაც გამოიყენება ოქროს გული დროებით მაგრამ დროებით ანუ ის მოსეს დასწრა ხოდა იმ ფარდაჟალუს რო დაუბრუნდე ეს ესთეტიკური ის რა ქვია ადრე ანუ ნიშნავდა ადრე როდესაც დღეს ადამიანებს აქვს მოთხოვნა რომ ყველანი იყოს ლამაზები ესთეტიურად კარგი იყოს და ასევე შეიცვალოს სტომატოლოგია და იმიტომ განვითარდა ეს როგორც ლიკა ამბობდა რომ ყველას უნდა კონდეს ისე გაკეთებული ეს კბილები რომ არ ჩანდეს რომ ეს არის ან ჩასმული ან რესტავრირებული ან დაბჟენილი ბუნებრივობა უნდა ხატრული რესტავრაცია ნიშნავს რომ ჩვენ კბილს ვუბრუნებთ არა მარტო მის ფუნქციას არამედ და ფუნჯით გეხარს ესე დაახლოებით ესე ვდგევართ და ფუნჯით და ესე სკრუპულოზურად ხდება ამ შემთხვევაში კბილის ფორმის ფერის და ასე შემდეგ რესტავრაცია ამბოლოს და ეს ნიშნავს რომ საბოლოო ჯამში პაციენტი რომ მიდის კლინიკიდან თვითონაც ვერ ატყობს რომელი კბილია რამდენად სვებს სიგარეტი კბილებს არა როგორც კბილებს ასევე კბილებს ერთ უსლის ასევე ხელს უწყობს იქ ნადების და ასე შემდეგ წარმოქმნას კბილებსაც სიგარეტი ყველაფრის ვიკა მათ კითხვის დასმაც ვერ კბილებს ტექნოლოგიაში აქტუალური დენტალური იმპლანტი და იმპლანტოლოგია ხო თემსოფლიოში როგორც ამერიკული მათემატიკაში ევროპული მათემატიკაში და გერმანული პირდაპირ უკუჩვენება იმპლანტაციის შემდეგ ახლო ერთი თვის პერიოდში სიგარეტის მოწოდება ნიკოტინი. პირდაპირ უკუჩვენება ფაქტორს ის რომ იმპლანტი არ შეიცვლოს ორგანიზმში. დასავლა მაღალი ხარისხის იმპლანტი იყო. არაფერი მაგას არ. ანუ არის რიგი ქვეყანა რომელიც თუ წევრია პაციენტი გარანტიას იხსნის. სერიოზული გარანტიებზე და დაგუებზე მინდა და ვკითხოთ. და შეიძლება მე მოგეკითხოთ დიდი ხანემად. აი ეს ასე ხან არ ვიცი ბავშვები რო იკეთებს რეგეტები ხო ბოდიში ეგ ნებისმიერ ასაკში მართლა ეფექტურია თუ არა ეს ვიცია თუ ნეოფინანსილია გააჩნია რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და ორი საჭრელი კბილი არის შესული შიგნით შემიძლია გავიკეთოთ პათოლოგიასაც ერთ უცითოლის ასშელის ნამდვილად ლეტო ვიტრინე ასე რომ გააჩნია რა პათოლოგია და ფაქტიურად ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ 80 წლის ასაკში თუ გაკბილები ახლა რა გაკბილები რატომაც არა ხო თითქმის ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი თანკბილვის გასწორება თუ ეს
ანუ ზოგჯერ ორთოდონტიაში არის მოკლედ ყბის პათოლოგიები ასე შემდეგ თუ ეს არის დგომის ფორმის და ასე შემდეგ ამით აუცილებელია კბილის ამოღება არა მართლობაში მართლაც ამბობდნენ რომ უნდა ამოიღოს არის შემთხვევები როცა საჭიროა აუცილებელია ესეთი მა უნდა გადაწყვეტოს არის შემთხვევები როცა აუცილებელია მშობლები ზოგჯერ აპროტესტებენ ამას რომ ჯანმრთელი კბილი რატო უნდა ამოვიღოთ ესეთ მეოთხე კბილებზეა საუბარი როგორც წესი კბილი არ გვყავს ყველაზე ცუდად თემა მე ადგილი არა ჩემ პრობლემაა ჩემ მაგალითზე მინდა რაღაც თქვა როცა მე ამომივიდა ეს დიდი კბილები წინ მქონდა ძალიან წინ და სულ ხო ძალიან მომწერებდნენ რომ უნდა დაედოთ ეს ლაგანი და ერთმა ექიმმა დამინდოდა თქვა აცალეთ ამბავს გაეზრდება და მე მართლაც აღმოჩნდა რომ ხო კი მაგ ცოტა ეს რაღაცნაირად შეიძლება ამ დროს ხდება როდესაც თავიდან როდესაც კბილები ამოდის ხო ყბა არ არის ისეთი დიდი ხო იმიტომ ჩანს რომ პატარა ბავშვებს აქვს დიდი კბილები ხო აი ყველაზე რომ აი წინ კბილები ძალიან დიდი მე იზრდება ადამიანი კბილები რა თქმა უნდა არ იშლება და ამიტომ წეუნოთ თავის ადგილს კბილი როიალივით არის ანუ შეიძლება საერთოდ არ არის და ექიმმა ზუსტად უნდა აცალომა უნდა ზოგჯერ არის რომ აუცილებელი აი ეს ექიმის გადასაწყვეტია რომ ზოგჯერ 6 წლის ბავშვებსაც უკეთებენ ბრეკეტზე არა მაგსაუბარი მოსახსნელი კონსტრუქცია ფირფიტებს და საჭიროა აუცილებელია და ზოგჯერ უნდა მოვიცადოთ 4 სანამ ყველა კბილი არ ამოვა საბოლოოდ და ნახოთ როგორ დაალაგდება და არასოდეს გვიანი არ არის ჩვენი გამოცდილები და გამომდინარე მინდა ყოველს ვთქვა რომ მიაქციან ამ სიბრძნის კბილი ამას ყურადღება იმიტომ რომ თუ აი ცოტა დაგიგვიანდა და არ გაქვთ თქვა ადგილი ამის აბსოლუტურად ხო მე ესე გადავწევ ამ სიბრძნე კარგი არ არის არა უთხრი ამოვიდა იმიტომ რომ არა აქვს ადგილი და ვერ ამოდის და აწუხებს ადამიანს და არის ესე იგი პრობლემა რომელიც ფიზიკურად აწუხებს მომიწევს პაციენტს და უკვე უნდა არონდა ექიმს მიერ. რა თქმა უნდა. კარგი, სიზმრობა? ვაი მე უკვე დაგვიწყდა მე ისეკითხე გარეთ. კალენდარი კითხები არის და სიზმრობას რო გახსენებს? მადლობა. საინტერესო საუბარი იყო, ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ და კიდევ ლევანი დავიცი, კიდევ ერთხელაც ჩაეწერე ლევან და მიდი მართლა ფერმი გაკეთებული. ჩვენ გასწრებს ესამენატელს დავანონსო კულტურის და ზეგადაცვის მინისტრობის კანდიდატი წერალი გურა მოდიშარია, იქნება დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე მინდა აღნიშნო რომ ეს პირველი პირდაპირ ეთერია, მაშინ რაც იგი კანდიდატად დაადგინეს, ჩვენ რითიც ჩვენ გამაყოთ ნამდვილად და არანაკლებ საინტერესო მე ძალიან საინტერესო და მალე მე მგონი შევხვდებით იმდენად დამაჯერებლები ყავთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო.